20-იანი, 40-იანი და 60-იანი წლები, რევოლუციის შემდგომი პერიოდი, ომის თემატიკა და სოციალური აღმშენებლობა, ისტორია, რომელიც ხელოვანება ქანდაკებებში, ბიუსტებსა და ბარელიეფებში გამოსახეს, უკვე წლებია ხარიტო დახვრილდიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სათავში ინახება. ასეთი იშვიათი სკულპტურული ნამუშევრების რიცხვი ფონდსაცავში 200-ს აღემატება. მათი მცირე ნაწილი დღეს მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიტანეს. ფართო აუდიტორიას ექსპოზიციის დათვალიერება მომდევნო 1 კვირის განმავლობაში უფასოდ შეეძლება. ეს არის 40-იანი პერიოდის, ეს არის აღდგენითი პერიოდი, არის ომის პერიოდის ქანდაკებები, თუ ხედავთ ახლა დააკვირდით ომის მონაწილეები, გმირები, საბჭოთა კავშირის ომის მონაწილე გმირები, არიან შრომის გმირები, რომლებიც აღშენებლობის პერიოდში, ომის შემდგომი აღშენებლობის პერიოდში მოღვაწეობდნენ და არის აგრეთვე პოლიტიკური მოღვაწეები. ჩვენ პოპულარიზაციას უწევთ ჩვენ მუზეუმს და ამ მუზეუმში შენახულ ნივთებს ვაჩვენებთ ფართო აუდიტორიას.